ინტერაოს დასანქცირება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზეც, ვინაიდან ამ რუსულ კომპანიას ეკუთვნის ქვეყნის ელექტროგამანაწილებელი სისტემის, უდიდესი სისტემის თელასის 75%, ასევე 2 ჰიდროელექტროსადგური ხრამზე. ამიტომ აქ უკვე იქნება გასარკვევი თუ რა ფორმით მოხდება მისი პირდაპირი აქციონერის, ანუ ინტერაოს შვილობილი ჰოლანდიური კომპანიის მონაწილეობა უკვე თელასში. ვინაიდან თელასი ეკუთვნის ჰოლანდიურ კომპანიას, რომლის 100% ეკუთვნის ინტერაოს და სასანქციო აი ამ წესებიდან გამომდინარე იძულებული იქნება ეს ჰოლანდიური კომპანია გაყიდოს თავისი აქციები, რათა მისი წილი ჩამოვიდეს 51%-ზე დაბალ ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ფიქტიურად, ინტერაო გამოძებნის ვიღაცას რუსეთში, რომელიმე კომპანიას, რომელსაც სანქციები არ ემუქრება და ფაქტობრივად კვლავ რუსული კონტროლის ქვეშ იქნება ჩვენი ენერგეტიკული აი ეს 2 სისტემა. ზოგადად ინტერაოს ხსენება ქართული ოცნების ხელისუფლებისათვის ნიშნავს მათი დანაშაულის კიდევ ერთხელ შეხსენებას საზოგადოებისათვის. ეს არის შავი ლაქა ქართული ოცნების აი ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვინაიდან დღეს საქართველოს 129 მილიონ დოლარს უხდის ინტერაოს ოცნების დანაშაულებრივი ხელშეკრულების შედეგად, რომელიც მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააფორმა. ვინაიდან მათ შეცვალეს იდეალური ხელშეკრულება, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო გაფორმებული, ვინაიდან ინტერაო ფლობდა შევარდნაძის დროიდან მოყოლებული 2 ჰიდროელექტროსადგურს ხრამზე იჯარით. ფაქტობრივად არაფერს იხდიდა, სიმბოლური გადასახადი იყო, მაშინ ეს გადაეცა იმის გამო, რომ ოღონდ ვინმეს აემუშავებინა, რაიმე რომ იმ ბნელ პერიოდში ენერგეტიკაში რაღაც გამონათება ყოფილიყო და ხელისუფლების შეთავაზება იყო, რომ ინტერაოს გამოესყიდა აი ეს ობიექტები, სამაგიეროდ მას უნდა აეღოს სხვა ვალდებულებები. 3 ჰიდროელექტროსადგური უნდა აეშენებინა ხრამზე, 380 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელებინა თელასში და ამავე დროს 100 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, რაც ძალიან დიდი ფული იყო მაშინ აი ამ ხრამის 2 პატარა სადგურის შეძენისათვის. რატომ წავიდა აი ასეთ ერთი შეხედვით არამიმზიდველ ხელშეკრულებაზე ინტერაო? იმიტომ რომ დღეს რაც სასაცილოდ მოგვიჩვენება, ინტერაო მოითხოვა, რომ 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებას არ დაეწია ენერგეტიკის ტარიფები. წარმოგიდგენია, დღეს ყოველ წელიწადს გვეშინია, რომ დენისფასი არ გაიზარდოს და მაშინ ინტერაოს ეშინოდა, რომ ტარიფი არ შემცირებულიყო. რატომ? იმიტომ რომ უზარმაზარი ინვესტიციები შემოდიოდა ქვეყანაში და ლარი მყარდებოდა. მე ვიყავი მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ძალიან კარგად ვიცი ის პერიოდი, როდესაც მივედით $1 ვარდების რევოლუციის პირველი ხელისუფლების პირველ თვეებში იყო 2,2 მილიონი ლარი. შემდეგ ისე გამყარდა ლარი, რომ $1 გახდა 1,54 ლარი. ანუ გამყარების პარალელურად ინტერაო ფიქრობდა, რომ შეიძლება ტარიფები შემცირებულიყო და აიღო ხელისუფლებამ ეს ვალდებულება. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? ვითომ საარჩევნო დაპირებებისათვის, რომ ტარიფებს შეამცირებდა, ინტერაოს შესთავაზა ასეთი გარიგება. მოდი ცოტათი თბილისში დააკელი ტარიფი, თანაც 100 კილოვატ-საათამდე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის და სამაგიეროდ გაგიუქმებთ ყველა ვალდებულებას. და სინამდვილეში მართლაც ტარიფმა დაეწია, ერთი წლით მერე კვლავ გაიზარდა, ხოლო ინტერაომ არ ააშენა სამი არ ჩადო ფული თელასში და ყველა საინვესტიციო ვალდებულება, რაც ამ კომპანიას ჰქონდა, ფაქტობრივად გააუქმა. და უფრო მეტიც დანაშაულებრივი მუხლი ჩაუდიათ, ჩვენ არ ვიცოდით, მხოლოდ საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის წაგების შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე კალაძეს ჩაუწერია, რომ თუ ლარი გაუფასურდებოდა, აი ამ გაუფასურების შედეგად წარმოქმნილ, ასე ვთქვათ, ზარალის გადასაფარავად გაიზრდებოდა ტარიფები. და მართლაც ლარის საშინად გაუფასურდა 1.65 იყო $1 გახდა 3 და 2 ტარიფი არ შეცვალეს, კომპენსაცია არ გადაუხადეს, წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში და 129 მილიონი დოლარი მოგვიგო. ერთია რომ ფული გვაზარალა და მეორეა
რატომ შეიქმნა ასეთი, ასე ვთქვათ, რატომ მოეწერა ხელი ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას. და თუ მე გავყვებით მოვლენებს და დავინახავთ, რომ მთავრობის კუთვნილი 25% გაყიდა და მიყიდა კერძო პირს და დღეს თელაში ჩვენ არაფერი არ აქვს სახელმწიფო გავლენა. არაფერი. როდესაც 25% გაქვს პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. და ეს ყველაფერი კეთდებოდა ინტერაოს, ასე ვთქვათ, სასარგებლოდ.